მე დავსვამ ერთადერთ კითხვას. ის რომ პრეზიდენტი გუშინ იყო არა პრეზიდენტი, არამედ უბრალოდ მიმომხილველი, რომელმაც მიმოიხილა 5 წლის განმავლობაში არსებული მოვლენები და ისიც არც თუ ღრმად, ეს სამწუხარო ფაქტი გახლავთ. მე გუშინ დავინახე შეშინებული პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნასთან, რომელიც არ ვიცი რითი შეშინდა, შეიძლება იმით, რომ რაღაც ნაწილმა ოპოზიციური პარტიების თქვა, რომ მას მხარს დაუჭერენ და ეტყობა ამის შეშინდა. ყოველ შემთხვევაში რეალურად მას პრაქტიკულად არაფერი არ უთქვამს, გარდა 3-4 სწორი წინადადებისა, რომელიც უდაოდ გახმოვანდა უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მაგრამ არ უთქვამს არც ამის მიზეზი, არც ის ვინ არის ამაში დამნაშავე და უკიდურესად მორიდებული და დელიკატური იყო უფრო სწორად შეშინებული პრეზიდენტი ყველა შეფასებებში. მე დავინახე მონაპარლამენტი კიდევ ერთხელ და თუ ეს ასე გაგრძელდა და ამას საქართველოს მოსახლეობა აიტანს, რაც გუშინ ხდებოდა, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენ მონების ქვეყნად გადავიქცეთ. რა იყო გამოსავალი ამ სიტუაციიდან? და ნათელი გახდება, რატომ ლაპარაკობ მე რომ საზოგადოებას არ ენახა ის, რაც ნახა. ყველაფერი გვინახავს მართლა, როგორც თბილისის პარლამენტის შენობაში, ასევე ქუთაისში მუშტიკრივი გინება და ასე შემდეგ. თუმცა პრეზიდენტი, რომელიც დემარში ტოვებს თავის ყოველწლიური გამოსვლისას, ეს ფაქტი პირველად დაფიქსირდა. რა იყო აქ გამოსავალი და ყველაფერი გადაძალა იმან, რომ პიროვნულად ძალიან დიდია დაპირისპირება და ვერ ატანა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის უმრავლესობის ლიდერებს შორის. ამას ახსნა არა აქვს